არაფერი არ დაშავდება სინამდვილეში, მაგრამ არც არაფერს არ მოუტანს, არც პროტესტს, არც ქვეყანას და არც ახალ არჩევნებს. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანით და მიზეზით, რატომ გადავწყვიტეთ, რომ მიგვეწერა ბოლო 2 დღის მანძილზე ჩვენ ქონდა მათთან კომუნიკაცია, ისტორია გამეორდა ზუსტად იგივენაირად, როგორც ევროსაბჭოს შემთხვევაში იყო ბერსესთან. მე მქონდა პირადად კომუნიკაცია და ვერ აღმოვაჩინე, რისთვის მოდიოდა ბერსე და ზუსტად იგივე პასუხები მივიღეთ დღეს გუშინაც ეუთოს ასამბლეის მრჩეველისგან, რომ არ იყო გარკვეული ზუსტად რას ემსახურებოდა ეს ვიზიტი და ის რაც გარკვეული არ არის, იმაში მონაწილეობა არ მგონია, სწორედ არც არავის არ გონია. მიუხედავად განსაკუთრებით იმ გამოცდილებით, რომ ბერსეს ჩამოსვლის დროს ჩვენ ნახეთ ქართულმა ოცნებამ, როგორ გაყიდა პროპაგანდისტულად ხელის ჩამორთმევა და როგორ უთხრა ამომრჩეველს, საკუთარ ამომრჩეველს და ზოგადად პროპაგანდისტული მედიებით, ბევრი მედია რაც მათ აქვთ, გაავრცელეს, რომ თითქოს ეს იყო ეგრეთ წოდებული აღიარება. შესაბამისად, ზუსტად იგივენაირ სცენარს ველოდებოდით, რომ განვითარდებოდა. ისინი შეხვდებოდნენ როგორც არაღიარებულ პრეზიდენტს, არაღიარებულ პარლამენტის თავმჯდომარეს, არაღიარებულ საგარეო საქმეთა მინისტრს. ბიზნესთან შეხვედრა არ ვიცი, ბიზნესთან შეხვედრა შეიძლება ასევე ყოფილიყო დაგეგმილი, მაგრამ არ იყო, არ მოხსენებული ჩვენს მიმოწერაში. ამიტომ ჩვენ პრევენციულად მათ ვთხოვეთ და ვუთხართ, რომ ყველანაირი შეხვედრა, რომელიც დაგეგმილი იქნება ქართულ ოცნებასთან მომავალში, აუცილებლად უნდა ეხებოდეს ახალ არჩევნებს, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის მოთხოვნა და ეს არის ყველას მოთხოვნა, ვინც ამ პროცესშია ჩართული. ან ჩვენი პასუხისგებლობა. ეს პრეტენზია თუ შეიძლება და მოთხოვნა თქვენ გაქვთ ყველანაირ თანამდებობის პირთან, რაღაცა კაუმაკი არ გყავთ ამოჩემები. არა, ყველასთან ნებისმიერ პარტნიორისთანაც თანამშრომლობთ, რომ მხოლოდ ეს იყოს მიზეზი ხელისუფლებასთან. დასავლელი პარტნიორები, ვინც საქართველოში ჩამოვიდა და ვისაც ექნება სურვილი ამ დიალოგში მიიღოს მონაწილეობა და ისინი ყოველთვის იხსენიებენ დიალოგს. დიალოგი არსებობს ერთადერთი, რომელიც სალომე ზურაბაშვილმა დააყენა, რომელსაც მიუერთვით ყველა 4 პარტია, ეს არის დიალოგი ახალ არჩევნებზე. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობთ, არსებობს უკვე სცენარი, არსებობს უკვე გეგმა და სტრატეგია სალომეს ირგვლივ, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. ივანიშვილს აქვს საშუალება წამოვიდეს ამ დიალოგს და დასავლელი პარტნიორები, ვინ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება რომელი სტრუქტურიდან, ვინც აქ ჩამოდის, მხოლოდ ამის ფასილიტაციის, ამის დახმარებისთვის უნდა ჩამოვიდეს და არა იმისთვის, ივანიშვილს შეხვდნენ რაღაც ბოჭორიშვილს და მე იქიდან გამოვიდნენ და რაც ბერსემ თქვა, ხო, სრულიად დეზორიენტირებულმა განაცხადა მანაც, რომ რუსული კანონი შევცვალოთ, ანუ რაღაცა გავაკეთოთ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მანდატი არ არის აქ, არც კანონების ცვლილებაზე საუბარი, არც დიალოგზე საუბარი და თუ ამის მანდატი არ გვაქვს, მაშინ უნდა იყოს კონკრეტული მიზეზი, რისთვის ჩამოდის. და თუ ამ კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებ და ჩემს მიმოწერაში ვერ დაასახელეს, დღემდე არ ვიცით, როდის უნდა შევხვედროდეთ, იმიტომ რომ მოგწერეს 8-დან 10-მდე, არც დრო საათია მოწერილი, არც კონკრეტული დღე. ანუ მათ რატომ ხდებოდნენ ეს მაინც თუ არა, ანუ ზოგადი შეხვედრა იყო, შესწავლა არსებული ვითარების. არსებული ვითარების შესწავლა უამრავი რეპორტი იგზავნება, ეს მათ ძალიან კარგად მოეხსენებათ და განსაკუთრებით თუ ხვდები ქართული ოცნების წარმომადგენლებს და არ ითვალისწინებ ახალი არჩევნების საკითხს, არ ითვალისწინებ პოლიტპატიმრების გამოშვებას, ან მათ ძალიან მარტივად შეეძლოთ, რომ ჩვენი მიზანი არის ეს. და ამიტომ ჩამოვდივართ და ამიტომ ხვდებით, მაშინ არ იქნებოდა ჩვენგან ასეთი რეაქცია. ვინაიდან ისინი გაურკვეველ სურათს გვიხატავენ, ჩვენ მივმართეთ წერილი და მათ უთხრეთ, რომ კი ბატონო, თქვენ თუ ჩამოხვალთ, მაშინ ეს უნდა იყოს თემა და თუ ეს თემა არ არის, ჯობია გადადოთ შეხვედრა. ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ საზოგადოებასაც ვეუბნებით ყოველდღიურად, რატომ დგავართ გარეთ ამდენი ხანი, რატომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და რატომ ვითხოვთ პატიმრების გათავისუფლებას, იმიტომ რომ ეს არის ძირითადი ხაზი და ჩვენმა პარტნიორებაც ამ ხაზში უნდა დაგვიჭირონ მხარი და გვიჭერენ. უბრალოდ არიან ადამიანები, ვინც ამ კონტექსტში ხანდახან უნდა თქომე საკუთარი თავის ან როლის წარმოჩენა და ამისთვის აკეთებენ მაგალითად ბერსეს როგორც მოუვიდა. ასე რომ ჩვენ ფხიზლად ვართ და ამ სიფხიზლეში ქართულ ოცნებას პროპაგანდა ვიცით როგორ მუშაობს და ძალიან კარგად ამდენი წელი ვსწავლობთ მათ პროპაგანდას. არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ რაღაც აღიარების პოლიტიკა, რაღაცა მაქინაციებით შეძლო. მანიპულაციის საშუალებას მისცემს ხელისუფლებას. ამიტომ ძალიან აწყენები არიან ნინო წილოსანმა დადო პოსტი Twitter-ზე ძალიან გულნათკენმა, რომ თურმე დიალოგში არ მივყვებით. დიალოგში მივყვებით პირიქით და დიალოგი არის ერთადერთი ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება. ძალიან მარტივია სინამდვილეში.